დღეს საფეხბურთო სამყაროს ყურადღება ამერიკის შეერთებული შტატებისკენ არის მიპყრობილი, სადაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას პარის სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის ტიტულების რეკორდსმენ მადრიდის რეალს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ გათამაშება ახალი ფორმატი ტარდება და გამარჯვებული $120 მილიონ მიიღებს. რა მოლოდინი აქვთ ფეხბურთის გურჯანელ კომაგებს და გახდება თუ არა ხვიჩა კვარაცხელია ზედიზედ მეოთხე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჩემპიონი, ჩვენი გამოკითხვა. Პარიზული გუნდი დღესდღეობით უძლიერესია მსოფლიოში, როგორც შემსრულებლებითაც, ისე თავდასხმაში მეკარე ხო ყავთ და უძლიერესი მეკარე ყავთ და ჩვენი ვარსკვლავი ხო წინავს. ასე რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მართალია მადრიდის რეალი გამოცდილი გუნდია, ძალიან ძლიერი მოთამაშეებიც ყავს მათ, მაგრამ პარიზული გუნდი სულ სხვა. სულ სხვა galaktikიდან არის, ასე ვთქვათ რა, დღესდღეობით უძლიერესია მსოფლიოში, რაც რომ დარწმუნებული ვარ, ამ დღევანდელ მატჩსაც მოიგებს და ფინალსაც. პატარა ბავშვს რო ვკითხოთ, აი კითხოთ პატარა ბავშვს, ისიც კი კვარაცხელიაზე იტყვის და ჩვენ ხო მაინც ზრდას გადასულები ვართ, ზრდას, გაზდას. აუცილებლად უნდა გახდეს. აუცილებლად მე მაგალითად ესეთი რწმენა მაქვს. მაგას ისეთი დამსახურება აქვს, ისეთი მონაცემები აქვს, რომ სირცხვილიერი რო არ გახდეს. მადრიდის რეალი ყველამ კარგად ვიცით, რომ არის უძლიერესი გუნდი, არის ძალიან ბევრი თასების მფლობელი, მაგრამ დღეს ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი პარის სენ-ჟერმენი აუცილებლად გაიმარჯვებს და კიდევ ერთხელ იზეიმებს მომქმედი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ჩვენი ხვიჩა კვარაცხელია. PSG საკმაოდ ძლიერ ფორმაშია და თვითონ ხვიჩაც უკვე ძალიან დაიხვეწა და ფაქტიურად ძალიან დიდ როლს თამაშობს გუნდში. მე ვფიქრობ, ხვიჩა ნამდვილად გახდება მსოფლიო ჩემპიონი. კიდევ ერთი ქართველი გიყოლება ძალიან მაღალი დონის სპორტსმენი. რეალია ძალიან იღბლიანი. ბოლო წუთებში თამაშობს, ითამაშებია ბოლო წუთებში მოგებული